მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ლევან შვენიერზე და დღეს ყვავინდებურად გვექნება მამაკაცის ტანის სამოსის განხილვის მორიგი ეპიზოდი, სადაც გამიხილავთ მის უდიდებულესობა კოსტუმს, ანუ პიჯაკ შარვალს. კოსტუმი გახლავთ მამაკაცის კლასიკური სამოსი, რომელიც ხაზს უსვამს სერიოზულობას, ელეგანტურობას და მის სტილს. ის შედგება მინიმუმ 2 პიჯაკი და შარვალი და ასევე ზოგიერთ შემთხვევაში 3 ნაწილისაგან, სადაც მესამე ნაწილი შეიძლება იყოს ჟილეტი. თავიდან აღნიშნა, რომ კოსტუმი საკმაოდ ვრცელი განსახილველი თემაა, ამიტომაც ვიდეოს დავყოფ ნაწილებად და პირველ ნაწილში ჩვენ გამიხილავთ კოსტუმის მთავარ შემადგენელ ნაწილს, ეს გახლავთ პიჯაკი. პიჯაკი ეს გახლავთ კოსტუმის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს მის სტილს. პიჯაკის არჩევანი დამოკიდებულია მის ჭრილზე, სტრუქტურაზე, საფელოზე და ასევე მხრების კონსტრუქციაზე. ჩვენ გამოვარჩევთ რამოდენიმე ტიპის პიჯაკს, ეს გახლავთ საქმიანი პიჯაკი, იგივე კლასიკური და ოფიციალური პიჯაკი, რომელსაც ჩვეულებრივ 2 ან 3 ღილი აქვს. მეორე ეს გახლავთ სპორტული პიჯაკი, რომელიც გახლავთ უფრო მეტად თავისუფალი, მასში ვხვდებით ასევე 2 ღილს და მესამე პიჯაკი ეს გახლავთ 2 რიგიანი, იგივე 2 ბორდიანი პიჯაკი. ჩვენ ასევე პიჯაკებს გამოვარჩევთ ფორმის მიხედვით. პირველი ეს გახლავთ კლასიკური ფორმა იმ ადამიანებისთვის, ვინც მეტად თავისუფლებას და სიმარტივეს ანიჭებს უპირატესობას. შემდეგი ფორმა ეს გახლავთ თანამედროვე ფორმა, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება ღონისძიებებისთვის და არის უფრო მეტად მორგებული დანზე, ვიდრე კლასიკური ფორმა. ხოლო მესამე ვარიანტი ეს გახლავთ მჭიდრო ფორმა, რომელიც მაქსიმალურად არის მომხმარებლის დანზე გამოყვანილი და არის უფრო მეტად თანამედროვე და ახალგაზრდული. ჩვენ ასევე უნდა ვერგავდეთ პიჯაკის მხრების სტრუქტურაში. აქ გვხვდება ჩვენ 2 ვარიანტი, ეს გახლავთ soft shoulder, რბილი მხრები, რომლებიც უფრო მეტად გამოიყენება არაფორმალურ პიჯაკებში და მეორე ვარიანტი ეს გახლავთ მკაცრი მხრები, structured shoulder, რომელსაც დამატებით მასალად ემატება შიგნით მხრებთან პადი, რომელიც უფრო მეტად ფორმალურს და მკაცრ იერას აძლევს ჩვენს პიჯაკს. ასევე მეტად ყურადსაღებია ჩვენი პიჯაკის საყელო, რომელშიც გვხვდება 2 ვარიანტი, ეს გახლავთ სტანდარტული საყელო, რომელსაც იყენებენ საქმიანი და ყოველდღიური პიჯაკებისთვის და მეორე ეს გახლავთ წვეტიანი საყელო, რომელსაც იყენებენ ძირითადად 2 ბორდიან პიჯაკებში, რომელსაც გამოიყენებენ ღონისძიებებისთვის, რომ უფრო მეტად მათ ელეგანტურობას გაეცვლას ხაზი. ასევე ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პიჯაკები განსხვავდება უკანა ხედითაც, მაგალითად ჩვენ გვაქვს 3 ტიპის პიჯაკები, ეს გახლავთ 1 ჭრილით, რომელსაც მეტად გამოიყენებენ კლასიკურ პიჯაკებში, მეორე ვარიანტი ეს გახლავთ 2 ჭრილით, რომელსაც გამოიყენებენ მეტად თავისუფალ პიჯაკებში და მესამე ვარიანტი ეს გახლავთ ჭრილის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პიჯაკზე ჯიბეები, რომლებიც იდგამენ სახდეს პიჯაკის სტილზე. ჩვენ გვაქვს ჯიბეების რამოდენიმე ვარიანტი, ეს გახლავთ ჩასმული ჯიბე. მთლიანად პიჯაკი შიგნითაა ჩასმული, მხოლოდ ვიწრო ჰორიზონტალური ნაპრალია ხილული. ძალიან ელეგანტურია და გამოიყენება კლასიკურ პიჯაკებში. მეორე გახლავთ საფარიანი ჯიბე, როდესაც ჯიბეს აქვს ქსოვილის საფარი, რომელიც იცავს შიდა სივრცეს და კარგად ერწყმის საქმიან და ნახევრად ფორმალურ პიჯაკებს. მესამე ვარიანტი ეს გახლავთ პაჩჯიბე, იგივე მიკერებული ჯიბე, რომელიც სრულად ჩანს, ნაკლებად ფორმალური ვარიანტია, ხშირად გამოიყენება სპორტულ პიჯაკებში. ასევე ძირითადი ჯიბეებისა ჩვენ პიჯაკებში გვხვდება ასევე დამატებითი ჯიბეები, ეს გახლავთ პატარა ჯიბე საფარიანი ჯიბის თავზე, რომელიც გამოიყენება ბილეთების შესანახად, დავეძახით ბილეთების ჯიბეს, ინგლისურად კი ეს გახლავთ ticket pocket-ი. ასევე ჩვენ გვაქვს პიჯაკის შიგნით განლაგებული ჯიბეები, რომელიც გამოიყენება პირადი ნივთების, მობილურის და საფურის შესანახად. პიჯაკის მახასიათებლებიდან ასევე გამოსარჩევია მისი სარჩული. ჩვენ პიჯაკის სარჩულის 3 ვარიანტი გვხვდება, ეს გახლავთ პირველი სრული სარჩული, მეორე კი ეს გახლავთ ნახევარი სარჩულით პიჯაკები, მესამე ვარიანტი ეს გახლავთ უსარჩულო პიჯაკები. მინდა ახლა შევახო პიჯაკის ხილებს, რომლებიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს პიჯაკის ფორმაზე, სტილზე და ჩვენ გვხვდება პიჯაკში ხილების 2 ტიპი. ეს გახლავთ 1 რიგიანები და 2 რიგიანი ხილები. მოდი გავიხილოთ რა ნიშნავს ეს 1 რიგიანი და 2 რიგიანი ხილები.
ერთრიგიანი ნიშნავს, როდესაც ხილები პიჯაკში ერთრიგად არის განთავსებული და ჩვენ აქ გვხვდება სამი ვარიანტი, ეს გახლავთ ერთღილიანი პიჯაკი, რომელიც არის უფრო მეტად თანამედროვე და მოდული სტილის პიჯაკები და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ერთი ღილი ყოველთვის უნდა გქონდეს შეკრული. მეორე ვარიანტი ეს გახლავთ ორღილიანი, მეტად კლასიკურ პიჯაკებში გვხვდება ეს ვარიანტი და უნდა ვიცოდეთ, რომ არასოდეს არ უნდა შევიდგათ ორივე ხილი ან მხოლოდ ქვედა ხილი. უნდა შევიდგათ მხოლოდ ზედა ხილი და ქვედა ხილი უნდა დავტოვოთ თავისუფლად. მესამე ვარიანტი ეს გახლავთ სამღილიანი პიჯაკი, რომლის დროსაც იკვრება აუცილებლად შუა ხილი, ზედა ხილი სუვირისამებრ, ხოლო ქვედა ხილი ყოველთვის რჩება გახსნილი. და გადავიდეთ ორიგიან პიჯაკის განხილვებზე. ეს გახლავთ იგივე, რასაც ჩვენ ვეძახით ორბორდიან პიჯაკებს, სადაც ხილები განლაგებული ასევე ვერტიკალურად, ოღონდ ორი წყობით. შექმნას რაც შეეხება, აუცილებლად იკვრება ერთი ან ორი ხილი, ქვედა ხილი ყოველთვის რჩება ღიად. პიჯაკის განსახილველ თემებში ბოლოსთვის მოვიდავე ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეს გახლავთ კანვასი. მოდი სანამ განვიხილავთ რა არის კანვასი, იქამდე აღნიშნოთ, რომ ჩვენ ხშირად ვინახავს პიჯაკები, რომლებსაც აქვს საკმაოდ კარგი, სოლიდური და მტკიცე დგომა და ვინახავს პიჯაკები, რომლებსაც წინა მხარე აქვს მეტად მოშებული და დავარდნილი. სწორედ ეს კანვასი განაპირობებს ამ ყველაფერს. ეხლა განვიხილოთ რა არის კანვასი. ეს გახლავთ პიჯაკის შიგნით მოთავსებული ფენა, რომელიც თავსდება შიდა ქსოვილსა და სარჩულს შორის და უსრულახავს პიჯაკის გამძლეობას და უკეთ მორგებას სხეულზე. ჩვენ გვხვდება კანვასის სამი ტიპი, ეს გახლავთ პირველი სრული კანვასი, როდესაც კანვასი მოთავსებულია მთელ წინა მხარეს და ფარავს მხრებიდან კიდემდე. მეორე ვარიანტი ეს გახლავთ ნახევარი კანვასით პიჯაკი, როდესაც კანვასი ფარავს პიჯაკის ზედა ნაწილს, მაგრამ ქვედა ნაწილი წებოვანი ფენით არის დამუშავებული. და მესამე ეს გახლავთ კანვასის გარეშე პიჯაკი, რომელსაც ვეძახით წებოვანი სტრუქტურის მქონე პიჯაკს და ეს ნიშნავს, როდესაც კანვასის ნაცვლად გამოიყენება წებოვანი შრე, რომელიც პიჯაკის შიდა ქსოვილს უბრალოდ აფიქსირებს. დღეისთვის სულ ეს იყო, ჩემო მეგობრებო, შემდეგ ვიდეოში განვიხილავთ კოსტუმის მეორე ნაწილს, ეს გახლავთ შარვალი. აბა დროებით.